მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? ზოგადად მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ადამიანს შეიძლება უნდადეს ურთიერთობა, მაგრამ ვერ ხვდებოდეს აი რა დააგეგმაროს, როგორ მოიქცეს, როგორ მოიტანოს მისი ემოცია შენამდე, ხო? საჯარო გასა იყოს სახელწოდებით რას მოგიტანს შენი ჩაფიქრებული ადამიანის მოლოდინი? ის რა ამ წამს მოლოდინს კონკრეტულ რაღაცა ლოდინს აზრი არ აქვს თქვენ საქმეს მიხედვით ჯობია, იმიტომ რომ არის ძალიან ჩამოუყალიბებელ ასპექტებში, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი მოგიტანთ იმას, რომ ურთიერთობა რაღაცა კონკრეტულ სტაბილურობამდე მივა, ოღონდ აი ძალიან გაწერილ დროში და ვადაში. გეგმა თუ აქვს რამე კონკრეტული აი ამ ადამიანს თქვენთან. გეგმა ის აქვს, რომ უბრალოდ ამ ეტაპზე იყოს ურთიერთობით და ურჩევნია რომ იყოს ისე როგორც არის, მაგრამ თავისი ქმედებებიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს იმით, რომ სტაბილურობა არ დაკარგოს თქვენთან სამომავლოდ და აი ეს სტაბილურობა მოიტანოს აი თავისი ამ ემოციური რაღაცა დისტანციით, რაც ახლა აქვს თქვენდამი, მაგრამ არჩევანი აქვს გასაკეთებელი, სადაც უნდა გააკეთოს აუცილებელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს და ამ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს თქვენდამი ადამიანი. Ну, აი ორ პერიოდში, ორი თვის განმავლობაში, ან ორი სეზონის ვადაში რაღაცა აი კონკრეტული ვადა არ მოდის, იმიტომ რომ ბევრი ტრანსფორმაციული მომენტები აქვს და აი ამ კონკრეტული ვადის ამოსვლა ამ წამს დაფარულია ჩვენთვის. რადგან თვითონ არ იცის რა უნდა და რას უნდა ელოდოს საერთოდ აი ამ ურთიერთობისგან და შესაბამისად ჯერ თვითონ და ჩამოყალიბდეს, მაგრამ ჩამოყალიბდება მაინც აუცილებლად რა. მადლობა ყურადღებისთვის.